მე წესაშის ზონაში ცხოვრობ და გეოლოგიური დასკვნით პაყრაში ვარ თლიანად. და ვითომ ორდერები დაგვირიგეს რაღაცა იმას მოგცემთ ამას გვარონიეს წაგვიყვანეს ჩავედით თბილისში ზოგმა რა გაყიდა ზოგმა რომ გზის ფული ქონდა წავედით უბრალოდ არავინ არ მიგიღო საერთოდ ყურადღება არავინ იმის მე რა გერჭე ხანების ოჯახი არ რევაზის ოჯახი იმათ შემოვარდათ ოჯახში მთლიანად ერთი ორი თვე მუშაობდა სოფელი და იქიდან ჩამოვიდა პირდაპირ ოჯახში შევარდა და მე ჩამოვიდა ქვევით ასე პროგრამაში სამუშაოები რაც უნდა ჩაწერებული იყო შარშან ეს არის მთავარი ჯებირგასამაგრის სამუშაოები რომელიც წალეყვას უხადი საკეთან მხრიდანაც ორი მხრიდან რა კორესპონდენტებიც იყვნენ აქ გადაღებულიც იყო და პროექტშიც ჩასმული მაგრამ საერთოდ იმის მერე ყურადღება არავინ არ მოგაქცია წყალკანალის შემოსასვლელი მთლიანად მოწყვეტილი არის ყოველთვის სტიქი ახდება გაზაფხულის პერიოდში და იმ პერიოდში მთლიანად გაანადგურა ეს წყალისა. ერთი ის შემოვიყვანეთ ისიც სოფლის ის გადავობით შლანგები და ეს ერთმანეთში და ესე შემოვიყვანეთ წყალი სოფლის. წყალი, აი ჯებირები რაც აშენებული არის, უყურებთ როგორი არის გაკეთებული და აშენებული ჯებირები. ასე უნდა იყოს საფალისი. რომ გვერდზე სოფლის მეორე მოსახლეობის და შეიძლება კიდევ ზევით რო ახდიდე მაშინ დაენახავ მთლიანად იმ სისტემას, წყლის სისტემა რაც არის მორყეული მთლიანად და განადგურებული და ეს ჯებირები სადაც დაპროექტებული იყო და გაკეთებული იყო. არ არის შარშან დაგაკეთებული იყო და წელსასვლელოდებით და შეიძლება გაკეთდეს შეიძლება არა. სტიქია რო შემომივარდა მთლიანად სავსე იყო ჩემი სახლი. ხო და მთლიანად გაბზარულია ეს სახლი. მაშინ ამოვიდა ეს ჩვენი რაიონის ხალხი. და ისა გაწმინდეს ტრაქტორის საშუალებით და სხვით იმით დამეხმარეს სახლი მომცეს იქ კახეთში. კახეთში რო სახლი მომცეს იმ დროზე ვერ წავედი საშუალება არ მქონდა. ჩვენი თავრობამ ეს სახლი ჩამომართვეს მე ის კახეთში ახმეტაში. ხო და რატო უნდა ჩამომართვან, როდესაც ჩემი სახლი გაბზარულია, თან საშიში ვარ, როდესაც მე საშუალება მექნებოდა იქ წასვლის, მაშინ წავიდოდი. თუ მოგვეცეთ რომ ავაშენოთ სახლი, რამის მასალა რომ მიეცა ჩვენთვის, მაგრამ არ მოგვცეს. დღემდე ვართ ასე. ყურადღებოდა. თქვენი ხარჯებით რასაც გაწოდებით, ანუ იმას. ჩვენი ხარჯებით რა ვიყიდოთ, ორ მეშოკ ცემენტს ვერ ყიდულობთ, ერთ მეშოკ თქვილს ვერ ყიდულობთ თვეში. ორი მეშოკი მყოფნის მე ორ კვირას. ზუსტად ერთ კვირას მყოფნის ერთი მეშოკი. ვარ მრავალრიცხოვანი ოჯახი ვარ, მრავალშვილიანი ქალი ვარ. ასეა ჩვენი მდგომარეობა. აქ გასვლა დაიწყო ამან. ხალხისკენ ხო? ო, მე ხალხი ჩავიდა. აქ ვერ ეტევოდა იმაში. ჩაიკეტა და იქ მიდიოდა. მე წვალების და იმის შევავსეთ რაღაცა გზები. დაანგრეულია ეს სახლი. და ჯებირები უნდა იქიდან. ყველაფერი დაანგრია. სტიქიავდა, იმის მერე ყურადღება არ მოუქცია.